ლაშა არ გაიძე. დანადა დედა არ გაიძე ხელი მაღლაძე. დადე მეთქი დანდა რო გეუბნები. აცი კაცო ეგ ტოპი შენ არ გაგივარდეს არ. მორჩა დამთავრდა. თელის ხორება დამცინი ბოლო უნდა მოეღოს მაგ ყველაფერს ეხა. ბოლო უნდა მოეღოს მორჩა მეთქი ადექი დადე დანა დაადექი. ეს არ არის ნორმალური არ არის ეს არ არის. თელის ხორება მე დამცინი. დადე მეთქი ეგ ტოპი. ეუბრები გამოვკრავს სასხლის დერვიულ და მიგასხმევინებ ტვირს ადექი თეზე. ადექი. ახლა პეთქი ადექი. აცი ეგ ტოპი შენ არ ახარ შენ ნორმალური არ ახარ. გამივარდება გამოდი აქ. სად გამოვიდი? გადი მიდი იქით წადი. რა გინდა რა? წადი მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. ჰა? მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. გაგინდა კაცო რა. გაგიდუზე ტუალეტის კარი. რა შენ არ ახარ ნორმალური. გააღე ტუალეტის კარი, გააღე. დავაღე რა გინდა რა? რა მინდა და დარწმუნებული ვარ მაგრა შეგეშინე და მიდი ფისიქენი ახლა. მაგთოფით მაიმუნობას შენ მაგთოფით მართლა მაიმუნობას გირჩევნია ის მითხარი რომ თელი ღამე წარბებს რატო მაწიწყნიდი. რა იყო რა მოგივიდე. მოკლედ ხო ისა რა ქვია. სიზმარი ნახე რა ხო ხდები და წესიერად ილაპარაკე კაცო. ხო მართალია. სიზმარი ნახე. ხო და ვიდექი ჩემთვის და ხელში მეჭერა გვირილა. და თამაშობდი უყარა რა უყარავს რა. ხო ეს ხო ხდები და სხვათა შორის უყარვა ლაშა რო იცოდე. კი. არა ხარ შენ ნორმალურია. უყარვარ კი. არა ხარ ნორმალური შენ. აი ეს ფული მეც დავდებ ნამისთვის. ნიკა დედიკა ყულაბა გატეხე. ხო 20 ლარი აკლდა და 20 ევროს დააგები ვაცარი. ელენე ისე რა აი ეს ფული გამომართვი რა მეც მინდოდა გუშინ მინდოდა მომეცა მაგრამ 30 ლარი დამაკდა დღეს მეგობრს ვესეს ხედა ეს. ოფიე მაგარია. ნიკა დადე ეგ თავის ადგილზე დროზე დადე. წადი შენ 13 სადინე გვაქვს იმეც სადინე მიდი. და ვისია ეს? გია მიყიდა ახალხანს და დღეს დამპატიჟა სანადიროთ ხოთაშვილის და მითხა წავიდეთ ვინადიროთ. ნუ წავალ ჩვენც ვინადირებთ და ბარემ წავინადირებთ რა ხო? ო პატა მაგრამ ეხლა ნადირობა ხო აკრძალულია. ვიცი მაგრამ მაინც წავინადირებთ ცოტას. პატა ეხლა ხომ არაფრის მოკლა არ შეიძლება. ელენე ადამიანმა ზედიზედ ერთდროულად 17 კარაქენი პური რო ჭამოსეთ შეიძლება? აჰა შეხედე მე 18 მიდი ლაშა გენაცვალე მიდი. გულა წაგივიდეს. არ ვიცი პატა რამეს თუ მოკლავთ იცოდე აქ არ ამოათრიოთ. გასკელენე მოვათრიოთ რა ლაპარაკი ხა. დაუშვათ მოკალით ბუ. მოვიყვან სახში ბუს, მე ადექი შენეს და ეს დიდი ბუ დაჭერი პატარა ბუებად და გააკეთე გუფთა, ბუზგუფთა, ჰა? შენერი რა გიქ. ani მას ვიზავთ რა ქვია წავალთ და წავალ და მოვკლავთ ოფოფს. მე ჩამოვიყვან შენ გააკეთე ოფოფის სუპს და ლაშეროში ჭამ სიტყვის. ოფოფოფო რა გევრელი. ოფოფოფო რა გევრელიო. კარგი პატარა სისულელებს ლაპარაკობ რა. რა სიზავ ლაშა შენ რა გადაწყვეტე წამოხვალ ჩვენთან ერთად? არა პატა მეზარება მე. გესარი. ხო მეზარება სანადიროდ წამოსვლა. თქვენ რომ მოინადირებთ, მე აი ნანადირს რომ მოიტანთ, ხო? მე მევინადირებ. იცი რა ლაშა ეხა რო დავფიქრდი ხო? მე და გირო წავიდეთ სანადიროდ. და დაუშვათ ტყეში შეხვდა დათვი. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ხო და შენ რო იქ იყო ხო? მიხვალ დაელაპარაკები გაუგებთ ერთმანეთს როგორ დათვი დათვს. მე შენი იმედი მაქვს და შენ როგორ ზნე ისე გადაწყვეტ. მე შენი იმედი მაქვს პატა. მე თუ წამოვალ და დათვი თუ შეხვდა, შენ თავს გადაუგდებ იმ დათვს, გადაუგდებ სანამ შენ შეჭავს მე გავიქცევი. ესე იგი მოდიხარ. არა მეზარება. გეზარება ხო? ხო და აი მარინა რო გაგვათა საჭმეს მარტო მე და გიო რო შევჭამთ იყავი მე ეგრე. ხო. მარინა გატად საჭმე. დიახ. პრინციპში რას ვაკეთებ სახში? მე და წამოვალ მაინც არაფერი საქმე არ აქვს და. ხო, რითი მივდივარ? რა ვიცი, იმედია გიას პატარა მანქანით არ წავალთ, ხო, მართლა რო შეხვდეთ დათვი მანქანიანად შევჭავს და მე. გააჩვენ რამე სანადირო აღჭურვილობა? არა, მაგრამ ვიშოვი და ორ პატრონტაში წამოვიღებ. ერთს ტყუებისთვის, მეორე სოსისებისთვის რა. ეგ არ დაგავიწყდეს ხო, სოსისები არ დაგავიწყდა. ლაშავიძე ამას წამოვალ რა სანადიროდ? არა. რატო ლაშა რა გინდა წამოვიყვანოთ კაცო. უნდა აკეთოს კაცო. რატო რა გინდა ძაღლად მაინც გამოგვადგება რა გინდა? რა გინდა ხო სახშუალი. ნიკა. პუტი ეძება იპოვა ბოიტანა. ნახე რა გინდა შეხედე ოჩა. შენელი ზაღლია ლაშა რა არ მოგწოს ვერ გავიგე ნახე რა წავიყვანოთ ახლა ეს თუ წავიყვანოთ მეთქი გეუბნები წავიყვანოთ სად უნდა წაიყვანო? სანადიროთ. არა ნიკა სანადიროდ ვერ წახვალ ბუნება გაქვს სასწავლი მიდი.
ო, კარგი რა დედა რა. ბუნებას ბუნებაში წავიღებ და იქვე სწავლი. ნახე რა კარგად გავრიცმე ქართულიც ვისწავლე. არა მეთქი ნიკა, ვერ წახვალ სანადიროდ, პატარა ხარ შენჯა. ო, კარგი რა, 7 წლის იყო ვახტანგ გორგასალი მეფე რო გახდა და შენ 12 წლის ბავშვს სანადიროდ არ მიშვებ? აჰა, ისტორიაც მისწავლია. არა ნიკა, დედიკო, ვერ გაგიშვებ სანადიროდ, საშიშია. რა არის საშიში, ვეფხვი იქ არ არის და ლომი და. სამაგიეროდ პატა, იქ თოფით. არა ნიკა, დავამთავრეთ ამ თემაზე ლაპარაკი. კარგი, მოდი ერთ დაწყნანდი, არა უშავს, კარგი. დიდი ბიჭი რო გაიზრდები, მე წაგიყვან სანადიროდ. მანამდე დაჯექი სახში ის იმეცადნე ბუნება, მე წავალ ვინადირებ რა ვქნა ბავშვია. შენი ბუნება იმეცადებ, მე ვინადირებ და მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადინე, მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადე. და გეყოფა. აი, ხო, კარგი. კაი, წავედი და ლაშა მომისმინე რა უნდა გითხრა ის, ბარემ გეტყვი ახლა. შემთხვევით ტყეში, ტყვია თუ დაგარტყი, მაპატია გაიგებ? შემთხვევით თუ გაგარტყი, ტყვია მაპატია. აბა მე რო გაგარტყა, მე ხო ვეღარ გეტყვი ამას და მაპატია მეთქი. ხო. კარგი, წავედი აბა და ელენე, რო ვამბობ, რომ ეს არ არის მეთქი ნორმალური, არ გჯერა თქვენგან. ვინ არ გიჯერებს? ხო, არა, ესე პრინციპში მართალია. აი, რამდენამეს პატა, რა აღალზე აქვს სანადიროდ წასვლას? უი, კატლეტი. ხო, კატლეტი გამატარე. კატლეტს თუ გამატან, აუცილებლად მოკლავ დათვს. ეგ როგორ? როგორ და ლაშას წილს გაუნაწილებ დათვს და ლაშა გამწარებული გაიგდება და სადაც მიახშობს. ხოჭახ, მამა, ხოჭახ, აი, კლასიკური მიროტაძეული იუმორი გამოგივიდა. ეკა. წამოხვალ ჩვენთან ერთად სანადიროდ. არა. არ მიყვარს მამა ნადირობა, არ მიყვარს და რანაირი ქართველი ვარ და ჩვეულებრივი. თან 1000 საქმე მაქვს ხო ისი არა? ეხლა აი მარინა რო სასოწარკვეთილი დაბრუნდება მართვის გამოსდებიდან ხო უნდა დავამშვიდო მე. არაფერი სასოწარკვეთილი არ დაბრუნდები. აი გავალ და ჩავაბარებ. ნახავთ თუ არა. მიროტაძეების ჯინაზე მაინც. ვაიმე, მარინა, შენ თუ მართვის მოწობა მოგცეს, აუცილებლად უჩვენებ იმ სამსახურს ავარიის პრომოცირებისთვის. დამცინეთ თქვენ. და იცით რა კარგად ვისწავლე თეორიაც და პრაქტიკაც. ერთადერთი საკითხის სწავლა ვერ მოვასწარე. და ისეთი ბედი მაქვს, რომ ზუსტად ის საკითხი შემხვდება. და თუ ზუსტად იცი რომ ეგ შეგხვდება, მარტო ეგ ერთი გესწავლა და. ხოჭახ. იცინეთ თქვენ და მე რომ მოვალ მართვის მოწმობით და გია ნანადირების გარეშე, აი მე ვინ ვის დასცინებს ნახავთ. მარინა, ისეთი დონტო გჯერა, ეხლა შენი ნათქვამის. როდის იყო მე ნანადირების გარეშე დაბრუნებული ვარ? როდის და სულ ერთადერთხელ ჩამოიყვანე მკვდარი ციყვი. ისე ციყვისგან ფიტული როგორ ვერ გავაკეთე რა, ჰა? ბეკა, წამოდი რა. ურაველში მივდივართ რა. ბუნებას ნახავ, გაერთობი, ჰა? კარგი რა მამა რა, კარგი რა. ურაველში დაგინდა. სხვაგან არ უნდა წასულიყავი? კი, მაგრამ ჩემი თანამშრომელი რომ არის, გიორგი. ხო. აი ეს ლამაზი თვალები და მახინჯი ფეხები რომ აქვს. იმან გვითხრა რომ იქ ტახი იციშო და. მოიცა, იმას ლამაზი თვალები აქვს? ხო. რას ლაპარაკობ? ისეთი მახინჯი ფეხები აქვს, სახეზე არ შემიხედა. გია, ლევანმა დარეგა და მეუთხარ სანადიროს მიდის თქო. რაო მერე, შენ მაზმამ. რაო და ასე თუ გიჭირდათ, გეთქვათო და გამოგიგზავნიდით ხორცო. გასაცილოა. მოიმე, აი კლასიკური სულაბერიძეების მდარე იუმორი. მამა, გინდა მაგაზე მაგარი რაღაც გითხრა? მირე. შენ მანქანას მოვიფიქრე ახალი სახელი. პარკინგის მგელი. არა მამა, აი მაინც გეტყობა რომ სულაბერიძის სიცხლი გაქვს რა, გარეული, მაინც გეტყობა. მანე რომელი საათი არ დამაგვიანებს, 60-ზე მივდივარ. მარინა, კიდე ერთი კაი შემომოგცე? აბა მიდი. აი მართვის მოწობას თუ მოგცემ? ხო. რა? კარგი, ხო. რომ მოგცემ? და შენ ძალიან ცუდად რომ წამოხვალ იქიდან, აი, ცუდად უშტო, ნელა. და ძალიან ბევრი ადამიანს რომ გააღიზიანებ ამით და რომ დაგეწევიან და ფანჯერას რომ ჩამოწევენ, ხო? აი მე რაც არ უნდა გითხრან და რაც არ უნდა გაჩვენონ, შენ ყურადღება არ მიაქცევ. იუმორი. აი ეს არის. არა ხარ ღირსი, მაგრამ ყველაფერი მზად არის და ჩაიტანე ახლა ძირს. ხო. იმე რამძიმე შანთა რა ათრევს ახლა მაგას რა არის? აბა, დაშევით? აი, მანერამ საჭმელი ჩამელა გაავს, რაღაც ეშანთა და
ისი მეზანება ამის თრება და ვიფიქრე, მოდი დავტოვოთ მეთქი ერთი რა. რას დატოვე? რას დატოვე? რას ლაპარაკობ შენ? რას ვიწო? დატოვე ფარა ის. მომეწი. ნანადირებს როგორ იყო? როგორ და? ხორცი გიას. იმ ხორცისგან მარინამ წოდებს თუ შეწევს მე. და ტყავი პატ. წავედი? წავედი ხელა, ჰა. დია, იცოდე, ნაკლებად ქოლესტერინიანი ცხოველი მოკალით. ნაკლებად ძვირია მანქანას დაარტყი. წავედი დედა, გამოვიცვლი და მეც გავიქცევი. უნდა წამოყვე? არა? კარგი. აი მარტო როცა ვრჩები, მაინდა-მაინც მაშინ ჭედავს რა ეს ინტერნეტი რა. ჭიყლია კაცო, სულ ყვილად რამდენი გირჩიყლია. დავისუნოთ. დავлაგე და მე გავეწყოთ ნადირობა. გირჩევი, ხო და მიდი მე ეცი და ჭამეთ, მაინც ყველა წრიას გირჩევი. რა სახე ნორმალური არა. ვადა, მომისმინე? შემეხლა. ია, ცნობისთვის რა, რო იცოდე, წვრილი საფანტიც ამაკ წამოღებულ, თუ წყლა არის გაწნევი, გაგეხურე რა იყო. გაჩის გი რა ბამბანერკა წამოიღე თუ რა არის. ბამბანერკა, იცი რა თოფია, ბიჭო, შეხედე. ახე რა თოფია. ცოტა ხანში ფერმერები დამეწყებენ, თუნდაც პირველი მე მომკალიო. რას ლაპარაკობ? ხო და ერთი ისე გთხოვს რომ მოდი მოგწმინდო. რომელი იყო? რომელი იყო? კარგი დაწნაგე. დავიწყეთ ახლა ნადირობა, დავიწყეთ, რაღაც უყურებ. იცი ნადირობა? რას ქვია ნადირობა? ნადირობა ვიცი კი არა, ნადირის ყვალის პოვნაც კი ვიცი. მართლა? აბარა, აი უყურე, აი ტაგს გამოულია აქ. ხო, მე რა გაჩერებულა აქ წამოწოვდილა. მე ამდგარა აქედან და წამოსულა აი აქ. გადმოსულა, უი, შინაური ღორი ყოფილა უკაცრავ. მომეცრები, ჟაკანი მომეცრ, ჟაკანი მომეცრ ამას ეთე. მოიცა კაცო, ხო. მეყოფა ახლა, აბა. მოგლეთ ასე, ხო. ლაშა შენ წადი აი ამ ხეებთან იქ დაემალე. ხო. და შენ აი აქ მოდი. აი ამ კუნძის უკან დაემალე და აქ იყავ ჩასაფრებული. მე იქით წავალ, აი ამ ხეების უკან მე ვიქნები. კარგი. ხო და გიორგი და ბიჭები აქეთ გამორეკავენ ნადეს და იქნებ რაღაცა წამოვიდეს და ვესროლოთ და იქ იქნება. კი, ვერ გავიგე, შენ აქ სანადირო წამოვიყო თუ დამალობანა სათამაშო. რა ჩაიმალე, გაიგი იმას ქენი. ვიყოთ აქ სამი ერთად გამოვიდეს რაღაცა ვესროლოთ მოკლათ, რა ხჭის ვერ გავიგე. მოიცა პატა, შენ მარტო დარჩენის ხორგეში. რა მეშინია, ლაშა, თოფი მაქვს, რა მეშინია, რას ლაპარაკობ? არა, ხო. ხილათ უკან ხავსი. სად არის ხავსი? გადაცინეთ ეს. წავედი. გადმედი ხარ, ლაშა, დადე ეგ თოფით ყვილად მიგაქ მაინც არ დაგჭირდება. რატო ვითომ, რატო? რატო და სასახლეში თითი არ შეგეტევა და ეხა რა ეგ თოფი რომ. თუ რაღაცა შეხვდა კიდე გიჩი ესროლე და ეგ არის. ხო. ხილათ უკან ჯოხია. სად არის არ მეცი? ლაშა, რა გინდა ვერ ანდერებს ვეშლი ვერ გავიგე. ხო, თავშდებით რომეში და გია, მას ყურადღებით. ხო. აბა ის ვერე დასვიდი. ყველანი აქ ერთად ავად, ყველა თოფები გვაქვს. ნუ რამის თუ შეგეშენდება, გაიგე? ჩუმად. ხო, აქ იყავი შენ და თუ რაღაცა გამოივლის, ესროლებ. ოღონდ ჩუმად იყავი. კარგი. ხო, ჩუმად იყავი. კარგი, გია, რა უნდა გითხო იცი ეს? მაინც თუ კივილის ხმა გაიგე, დროზე მოდი, ხო? ხო, დროზე მოვა, ხო, მოგეშინე. და გია ის ტუალეტი სად არის? ტუალეტი? აი ამ ბილიქს ხედავ? ხო, მე? აი ამ ბილიქს რომ გაუყვები, ხო? მარჯვენა მხარეს დიდი ხეებია. იმის უკან ჰიპერმარკეტია და იქ არის ტუალეტი. ფასიანი ხო არ არის კაცო? რა ფასიანი პირველად ხარ ტყეში ბიჭო? სადაც მოგიდება იქ არის ტუალეტი. რანაირი ქართველი ხარ? აი, გამოგივი. ეს ჩუმად იყავი, არის ხმაურო. თორემ ნადის დააფრთხობ, გაიგე? ნადის დავაფრთხობ, არის ხმაურო? აბა, რა გამოდის ახლა, რო ვიხმაურო, ნადის დავაფრთხო? ძალიან კარგი. ორუდილა რანინა, დელია. ორუდილა დელასა, დელია. ჩუმად იყავი, ჩუმად. გია. ჰო. არ არის ეს ნორმალური. ავეს რა მითხარ? კარგი, სოსო, დაგირეკავ მერე. კარგი. ელენე, ვის ელაპარაკებოდი? სოსოს. სოსოს? თეკლა მომეცი. კარგი, ხო, კარგი, ილიას ველაპარაკებოდი. თეკლა რო იგებთ რომ ილიას ველაპარაკები, სულ დამცინით ხოლმე. ილია.
ძალიან სუქანი ვარ, რა სხვა ადგილი უნდა მოუნახო. ნიკა, რა საგეთებ? რა ვიცი, ორშაბათს ცუდად რომ არ გავხდე, ყოველ შემთხვევისთვის. რატო არ წერს ეს ბიჭი რა ჭირს ნეკა? გამარჯობა. გამარჯობა. უკაცრავად, ჩემთან ინტერნეტი გაიქიშა და შეიძლება თქვენი ინტერნეტით რო ისარგებლო? კი, ბექა, დაჭიქი რაში რამდენხანსაც გინდა, იმდენხანს ისარგებ. ბექა, იცი რა მაინტერესებს? ლაშა მითხრა, არ დამირეკო, რაღაც უცნაური ზარი მიყენია. შეიძლება პაატას ჩიტივე გონო და მესროლოსა და გიასთან ხო არ გილაპარაკია, რამე მოინადირეს? ველაპარაკე და მითხრა ლაშას ძინავს და ისე ხრინავსო რომ პაატას ეშინია და კივისო. მე ამ კივილზე თურმე ლაშა იღვიძებს და ისვრის უმისამართად გაგიჩებული. რა ვიცი, რა უნდა მოინადირონ ახლა მაგათ. ერთი სულ მოქვს ლაშებიძე როდის მოვა? ნიკა, რა გინდა მოგიყვანოს? სნიკერსი. რა უნდა ნიკა ტყეში სნიკერს? ტყეში არა, მაგრამ ჩვენს ქვევით ხო არის მაღაზია. ხო და გამოიეროს და მიყიდა. მე გავახსენე რაღაც აუცილებელი სარეცხი მაქვს, გავრეცხავ და მოვალ. ვაიმე მომწერა. ვაიმე რა მივწერო? თეკლა. გინდა ძალიან მაგარი რაღაც გითხრა. კი. მომათხოვე და ვითამაშე. ვა, რა მაგარი რაღაც მომწერა. უკაცრავად. რა შვები? ისეც არაფერს, ხო იცი რა თავხედივა. რა უცნაური რაღაც მომწერა, ნახე ნიკა. ისეთი არაფერია, ეტყობა მეზობელს აინტერესებდა რაღაც. ხო იცი მეზობელები ხანდახან რა თავხედები არიან. ხო, მოკლედ ეხლა ხო ამან უცნაური რაღაც მომწერა, მე ძალიან მაგარ რაღაცას მივწერ და უეჭველი სიცილით მოკვდება. მიდი. რა არის ეს? მოდი, აი, სიცილიანი სმაილიკები გამომიგზანა, ხო გითხარი? ხო, მოკვდა ხა ნადირი, რა ვიცი, აქ არ მოვა წესი და აქ მოვა, აბა საწავა, აქ მოვა, ხო ვიცი, ჩემი ბედი, აბა საწავა. ქშა აქ არ მოხვიდეთ არავით, თორე დაგხოსავთ უყოლა წამეთ, რაშას გეკეთეთ, სუქანია დიდხანს გეყოფათ, ეგ შეჭამეთ. მოიცე, პატა, რაღაც ხმაურის ხმა. რაღაც ხმაურის, მოიცე. არ უნდა მეჭამა შპროტი რა. იაუ. რას მაშინა, ლაშა რა გიგრა, გული გამიხდა. გაჩუმდი მე, კაცო, რო გეულებება, გაჩუმდი, არ მოვა აქ ნადირი მე. გია! ჰო, არ არის ეს ნორმალური, არა? გავიგე, ჰო. ლაშა, ერთი ჟაკანი დამიტოვე, კიდე ერთი ცალი მომიცი რა. რა გინდა, კაცო, ამდენი ჟაკანი გამაგერა? რა თმინდა და რომ დავხარჯო ესენი ხომი დამჭირდება ერთი ცალი ახლა, ციყვი რომ მოვიდეთ და შეჭმა რომ დამიწყოს. ამას ეგრევე ჩავდე და დუპ, აბა ტანჯოს არ ჯობია? გია, იცის რომ არა ვარ ნორმალური, უყვერი ხარ, ხო? ო, არა ხო. ან პრინციპში იყვნენ ნადეს მაინც დააფრთხო, ფიდი. გია! ხო. არ არის ეს ნორმალური. არ გემეთქი გეუბნე. დებილი ხარა პატა, რა თოფი კი მე წამოიღე აძვერი ხეზე იჯექი წყნარად, რა თოფი არა ის. გია. ო. მოკალი რამე. კი. რა მოკალი ხმა რო არ იყო? დავარჩე. გია. აწავიდა კაცო, გია. რა იყო ბატა რა? გული გამიხე, კაცო რა. რა იყო და რა, ნუ დაჯილიგინო ფამტყეში, კაცო, ნადერი ნუ დააფთო, თუ რა გინდა ვერ გავიგე. მოდი, რატო დამეცეს, რა გინდა? იქიდან რაღაცა ხმა ისმის, გაიგე? და ყურადღებით ვიყოთ, მე მგონი დათვია აბა ჩუმად მოუსმო.
რა დათვი ბიჭო, რა დათვი, მოიცა რა. ლაშა ჭამს ვაფს და იმის ხმაის ამოგივიდა. კაი, წავედი მე და ჩუმათი ყავიცოდე. ადილი არ და ხო, ჩუმ. ლაშა. ო. ეს მართლა ვერ არის, ხო? გეუბნები ახო, გეუბნები. მაგრამ რაში გამოვიყენო არ ვიცი. ვერც თეკლას დავაშანტაჟებ და ვერც ბექას. ამათ ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ. რანაირი ადამიანები არის. ბექა, ვინმეს ეჩეთავები? კი, შენ? მეც. ხო და სერიოზულად თუ აშტერებ ვინმეს? არა, ვაშტერებ. შენ? ხო, მე უკვე დავაშტერე. რაჭა. აუ, ნეტა ესეთი შტერი გოგო არის. მაგარი გოგო რა. ბექა, გინდა გითხრა როგორი გოგოა? ხო. საშუალო სიმაღლის ხუჭუჭა, ცისფერ თვალება. მოიცა რა, პატარა ხარ და არიცი და ყველაფერში ცხვირს ნუყოფ. პატარა რომ და ყველაფერში ცხვირს რომ ყოფ, მაგიტო ვიცი. ესე იგი, ყურადღებით მომისმინე. ელენე სად არის? აბაზანაში რაღაც მნიშვნელოვანი სარესხო თუ რა. ელენე. ხო, კარგი, სოსო დაგირეკავნა. სოსო მომიკითხა. ესე იგი, დღეს თბილისში გაიმართება ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ის. აუ რა ქვია, სიტყვა დამავიწყდა. ის. გამოფენა? ხო! ძალიან მაგარი გამოფენა გაყიდვა. ხო და უნდა წამოხვიდეთ. და კარგი გამოფენა იქნება? არა. ჩემი მეგობრის გამოფენა გაყიდვა არის და ხალხი არ მიდის და მთხოვა ვინც უსაქმურია წამოიყვანეო. მე გამახსენდა ის აუცილებელი სარეცხი უნდა დავამთავრე. მეც ვერ წამოვა მუშაობ, ხო ხედავ? კარგით რა, ხო იცით რომ ვერ ვიტან ტყუილებს. არ ვიცი რას ვიძან, უნდა წამოხვიდეთ. უკაცრავად მე დაგტოვებთ. ეს ბიჭი ვინ არის? სოფი გაიცანი, ბექა ჩვენი მეზობელი. მე სოფი მქვია შენ? ბექა. საცხოვრო. სოფი, ხო გითხარი ჩვენი მეზობელია თქო? ისა ბექა, ნუ მიაქცევ ყურადღებას ორ ინფორმაციას ერთად ვერ იმახსოვრებს. მეზობელი ანუ ახლობლები ხართ? ხო, სოფი, გიას შვილია. გიას შვილი, ხო და გია ვინ არის? მარინას მეუღლე. მარინას მეუღლე, ხო და მარინა ვინ არის? უკაცრავად პატა ხო გახსოვს სადაც ცხოვრობდა? კი. იქ ცხოვრობ ახლა მე. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად ბექა. სოფი, პატა ხო იცი ვინც არის? კი, ბურჭულაძე. თეკლა. რაღაც კარგი ბიჭია რა. კარგი სოფი, რა სისულელია გაგიჟდი, პატარა, თან ახლობლის შვილია, თან ეს ბიჭი მომწონს. რა გადაწყვეტეთ, წამოხვალთ თუ არა? რაიმე სოფი მე ვერ წამოვალ, ეხლა გამახსენდა ქუთაისში მივდივარ ღამე. არა უშავს, გამოფენა 8 საათზეა და მე მოასწრებ ქუთაისში წასვლას. უნდა გეთქვა ქუთაისში ვარო და ვერ მიხვდებოდი. სოფი, მეც ვერ წამოვალ, მამა ჩემი არ გამომიშვებს, ხო იცი ამ გამოფენებზე რა სიბინძურეებიც ხდება და აი ვერ წამოვალ. კაი, სთხოვე რა თეკლა. ხო, კარგი, წავიდეთ თეკლა, ხა მეგობარია და შეპირდა წავიდეთ. ხო, კარგი, 10 საათზე მანდ ვართ. არა, 10 გვიანია, 8 საათზე იწყება გამოფენა. ყოჩხ სოფი, მე როგორი შტერიც მეგონა, ეგეთი არ ყოფილხარ. ისე რომ დააპირებთ წასვლას მეც მითხარით, არ დამტოვოთ. გამოფენა არის ზამასტიშვილის 420-ში და მაგ ქუჩას ვერასდროს ვერ ვაგნებ. ვერაფერი კი ვერ მოგალით, მაგრამ ის ყვავი ძალიან მაგრად შევაშინეთ რა. მას ლაპარაკობ, გიო, ყვავი შეაშინე კი არა, ამან ბუჩქებში ისე ბრაცა რამის მე გავიგეცი წიგნი. რა იყო, ეთყობა ფეხებზე შემცივდა და ეს? ბადა, რა იყო, რაღაცნაირად ლაპარაკობ, რა იყო, რა გჭირს? აი, ლაშამის მომცა რაღაცა ეს ხის კევიო თუ ნაჯის კევიო ეს. დაგეჭირდა კბილები. ებო რაღაცნაირად ეს კბილები მიმეწება ერთმანეთზე და აჰა. ძლივს არ გავხსენ. აბა, ეხლა ტყეში ცხოველი არ იყო გია და რაღაც ხო უნდა მეკეთები. მეც ისე მოვიწყე, ისე მომიდა მე რაღაცის მოხდა, რომ აი ტყიდან, აი პატარატანის კაცი რომ გამოვარდნილი იყო, ვესწროდი უნდა. ანდე ქიმერე შენს და ისე ისრულე ჰაერში. ჰაერში რა უნდა მოკლა? რა ვიცი, 1000 ბაქტერია და ერთ ორს მაინც მოკლა.
ახალცას მაინც აი იმ კუნს მაიცვეს რომ. მიდი ეს რო. აბა მე. აბა. აგია. შეხედე, რამხელა კუნცა აცილა, შეხედე, რამხელა კუნცა აცილა. ახნა, რა ჩემი ბრალე გარბოდა და რა მეკნა. ძალიან საფეხურზე იყო, ხო. ვიცი, ეხლა სახში რომ მივიდოდ, მასხათ აგვიგდება, დაგვრცინებენ. 3 მონადირე წახვედი და ვერაფერი ვერ მოგალისო. არა, 3 მონადირე არა, 2 მონადირე და 1 კარგად რო ვერ არის ის. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. წავიდეთ ბაზარში. ვიყიდოთ ყურდღელი. ვესვრიმე თოფს და მე მივიყვანოთ სახში, ვითომ ჩვენი ნანადირებია, ჰა? შენი მიზნის ამბავი რომ ვიცი, იმასაც აღაცილებ და გაგვექცევა. დავაბანდას. მოიცადე. ვიყიდოთ დაკლული, ყურდღელი. ხო. და მე საფანტები ჩვენ თითის ესე შევტენოთ რა აქეთი. არა, არ გამო. რა საფანტი უნდა შეტენოთ გია, კარგი რა ეხლა რა. ისე მე თუ გადაგარჩენ და მე თუ გიშველით რა. რა ვქარათ იცი? რაღაცა მოვიფიქრე. მოკლედ, ავდგე და დავკრიფოთ სოკო. ხო, სოკო დავკრიფოთ, ჩავიტანოთ სახში. და მე როგორ ტყვიანის რა არის, უთხრათ რომ რო შევედი ტყეში, იმდენი სოკო დაგხვდაო, რომ ნადირობას უნდა გვავიწყდაო, აბა. ვა, მართლა ყოჩახ პატა, ყოჩახავი, ხედავ ის ხის ფისი რო შეჭამე, რო დაღეჭე, ხო? გაგეხსნა თვილი. არ გინდა კიდე დაღეჭე. დაგეჭეს ლაპარაკი დავიწყე გამანე. სოკო კარგი ხომ არა ეხლა. სოკოს ცნობა იცით? როგორ არ ვიცი გია, ეს ლაპარაკი, სოფელში სოკოს ცნობელას მეძახდნენ, რას კი არა. მართლა? ო, აი უყურე, აი. აი ეს არის გველის სოკო. ხო. მე კიდე იქნება. აი, ერთი ვიტო, ეს არის ვაშლა სოკო. რა ვაშლა სოკო? შეგე დამპალი ვაშლი გადააგდე. ფუ, მართლა დამპალი ვაშლი. როგორ გავს ამ ვაშლა სოკოს რა არის? შეიძლება ესეთი მსგავსება. კარგი, მაშინ ახლა ავდგეთ და მივხედოთ, მოვძებნოთ სოკო, მოვძებნოთ, ხო? აი, მოვძებნოთ. ვა, აი გია. შეხედე, რა. აი ეს არის მანჭყვალა სოკო. რა იცი რომ მანჭყვალა სოკოა? შეხედე როგორი დამანჭყლულია, შეხედე ეს. გია. რაღაც უნდა კითხო, შენ გამოსული მონადირი ხარ და რაღაც გეცოდინება რა. აი ეს სოკოს რა ნომერი საფანტი უნდა ვესროლო? ახლა გამასტარი აქედან თორე მე გეცვი საფანტს იცოდე. ადი გაჩვენა, მართლა გაიქცა. ლაშა, კიდე მაგას ახლა ერთი ადგილი. ჭიამოესავით დაუწინწყლო, ჰა? არა, ესე გია. ძალიან მაგარი ნახევრად ავტომატური ბამბანერკა გაქვს რა. ლაშა, ჭუენად ვიწოდე. აუ, კარგი, აი. ო, ჭიამოეს. ხო, ჭიამოეს ვარიანტი გასაგები. კი ბატონო. ნახე, რამდენი ხის სოკო მოვიტანე? რა ხის სოკო, კაცო, ხის ქერქია ეგ. მართლა, მეც რა ძნელად ზურება მეთქი, კი გამიკვირდა მაგრამ. რა შეხედე, სულ გაუტიტლებია ის ხე, შეხედე რა, შეხედე. აი, არის ნორმალური. მოდი ახლა, მოვკრიფოთ სოკო და რო დავკრიფოთ, მე არაფერი არ დავტოვოთ, არ დავანაგვიანოთ აქაურო. დავანაგვიანოთ? რა უნდა დაანაგვიანო, გია, რას ლაპარაკობ? ლაშას ისე შიოდა, რომ პარკებიანად ჭამა საჭმელი, ვის არა დავა. ესეთი გემრიელი ნამცხვარი როგორ გააკეთეთ? ახლა მესმის ლაშასი. აი მე გოგოებო ნუ მაქებთ რა. მე ელენე, ნუნუს ფულს ხალ შემოგიტან, კარგი? კარგი. ახოთ იგი ბრიშლი. ასე ადრე არ გელოდებოდით. რა ქენი? რა და როგორც იცოდე არ დამცინო და არც მე არ დაგცინებ, მართვის მოწმო რომ რა იღე. ავიღე. რა? მაშინ მეთოდას არ დაგცინე. მართლა, იღება რა? მართვის მოწმობა? გილოცავ მარინა, გილოცავ. მადლობა ლაშა. აიღო, დაბრუნდა ის დრო, როცა ფულით ყიდულობდი მართვის მოწმობას? კი, არ გცხვენია, არ უნდა მომილოცო. გილოცავ საყაროდ და ეს გასარეცხი. ფორმაც საჩუქრად მოვირთვებია. ჩვენს ნანადირებს გაჩუქებ. აბა. ისა, გავყამარენ ეს, მეც გილოცავთ ეს მართვის მოწმობა რო აიღე და მე არაფერი არ მაქვს საჩუქარი ხო და გული რო არ დაგწყრით დღეს თქვენთან დავჭები. რა მოგიტანეთ? რა არის ეს? ტახი დავიჭირისა მოვკალით ჯერ მე დავიჭირეთ რა კუდახეს და გავატყავეთ მე ეს კუდარი ტახი და ეს სოკოს ფორმებად დავჭერით და წამოვიდეთ. ამ სოკოს გულისთვის წახვედით ამ ხელა ხალხი ამ ხელა გზაზე?
ყოჩა რა, იცი რა, ცოტა ხანში გამოფენაზე მივდივართ, თქვენ სხვათა შორის სოფიმ გთხოვა ძალიან. ხო და წავიღოთ ერთი სოკო იქ, გამოვფინოთ, რომ ხალხმა ნახოს რა მოიტანა 3 კბილებამდე შეიარაღებულმა მონადირემ 200 კილომეტრის სიშორით. ხო და ან შეუნახოთ და მე ფიტული გააკეთონ და კედელზე დაიქცეთ. იცინეთ თქვენ, იცინეთ ხო? ამათ ადვილი გონიათ ეს სოკოს კრება რა. არ შეუდგეთ კაცო საქმეს. რა საქმეს შეუდგეთ? კარგი ლაშა დავადგამ ახლა. მიყვარს ეს თან. ლაშა, მოვხარშო თუ ხო, მოხარშ. შეწვა? ხო. შილა ხო არ გავაკეთო? ხო. წვრიანი ხო არ ჯობია? ხო. ვეზელი? ხო. რა გჭირს რა დებილი ხარ? დებილი შენახე. აი რაც მალე იქნება, ის გაგვიკეთე რა. ჯიგარი ხარ კი არა? მე როგორ ვერ აბა მოყევით თქვენ ნადირობის ამბები. მოგლეთ. დღეში ვართ. უღრან დღეში შევედით. ვართ ასე გასასრულები ვზივართ. ველოდებით ნადირს, კაპაციცებით. ზივარ ესა და უცებ ბუჩქებში რაღაცა პაჩი-პუჩი ისმის. ვა, გავიხედე, ხედავ ორი თვალი. ცოტა შემეშინა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე. ნუ მივეპარე, ესე თოფი მოვიმარჯვე, უნდა ვესროლო და უცებ მესმის პატას ხმა გია ქაღალდი ხომ არ წამოგვიღია. კარგი ახლა რა იყო რა მოსაყოლი ეგ იყო რა არის ვერ გავიგე. ის რატო არ მოყევი თქვენ რაც მოგივიდა? ესა ხო, არ გამზადა საჭმელი. დავждეთ ახლა. სანამ საგვიქნო ბალანტერა რა. გამზადებ. ახლა. წყალი გინდა? წყალი მიეცით რა. წყალი? რა გინდა ვერ გავიგე, გადმოაფურთხე თუ არ მოგწონს, რა გინდა რა შევჭამ. კიდე გადმომიღეთ ხო, კაცო, კიდე გადმომიღეთ. რომელი საათი ყოფილა? წავედით უკვე, არ დაგვაგვიანდეს გამოფენაზე. ჩემი მანქანით წაგიყვანთ. მარინასთან ჩარჯდომას მირჩევნია მანქანას თოკით გამომავალ და ისე მათრიონ. ეგრე უფრო მეტი შანსი ვექნება გადარჩენის. დაგასაიტყოს მე უკამჯდები. აი, მადლობა პაატა. უკანა მანქანა ვიგულისხმები. წავედით ჩვენ ჩავჭდებით მარინას მანქანაში, წავედით. აი, ლაშა ჯდება ჩემ მანქანაში. რა ჯდება კაცო, კიდე გადმომიღეთო. ამას აქ რა უნდა? ალო. პოროხ. ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა, შეიძლება გაგიჟდე. ჩემთან სახლში იცი რა ვიპოვე? აი, გახსოვს იმ დღეს ინტერნეტში რო სოკო მანახე. ხო, აი რაღაც magic mushroom თუ რა. ხო, ჰალუცინოგენი. არ ვიცი, მე რა ვიცი საით. წამოდი. რაღაცნაირად ავარდა. თქვენ როგორ ახართ? რაღაცნაირად. სუბუქად. წერტი მძიმე. ერთი სიტყვით, ეს არის ჩემი მეგობრის გამოფენა და ძალიან გამიხარდა რომ წამოხვედით ყველანი. ხო. ვაუ, ოპა, რა მაგარი მელოდი. რა მაგარია. ალო? არა, მარინა არ ვარ, სოფი ვარ. ბექა შენ ხარ? რა სოკო? არა, მე არ მიჭამია. ვაიმე. რა იცი რომ ჰალუცინაციებს იწვევს? რა ვქნა? 1 საათი და გავულით? ხო, კარგი მივხედავ. აი, მადლობა, გენეცვალე, მაქვს მე, მადლობა.
რა ვქნათ ხალხო, არ წავიდეთ ამ გამოფენაზე, როდემდე უნდა ვიდგეთ? ლაშა, გამოფენაზე ვართ უკვე. ასე არ ჯობია? ელენე, როგორ ხარ? მე ძალიან ცუდად. ძალიან კარგად. ვინიცინის? ეხლა გაჩუმდა. ვინიცინის, სოფი? გაჩუმდა. არ მიაქციო მაგას, ყურადღება დაათვარი ელენა ხატები. ლაშა, რა საკეთებ? რა საკეთებ, ლაშა? ძალიან წყურია წყალი და აი ამ ბავშვს ვეხვეწები, დამალევინებით აი. აი ამ ბავშვს რა, აი ბოთლს რო გავს, ამ ბავშვს ვეხვეწები, რომ ამ დოკიდან წყალი არ მასნებს. არ მავს, რა თაობა მოდის? დამალევინებით. ცოტა. სოფი. მომისმინე, ჩვენ ხო 6-ნი ვართ ახლა. ჩვენ ხო 6-ნი ხო ვართ? კი. მე რომელი ვარ, აქედან დროზე მითხარ, რომელი ვარ? არ ვიცი ვარ. ვაი მე დავიტანჯი, აღარ შემიძლია ღმერთო დავიტანჯე, გეხვეწები მიშველი. ღმერთო გეხვეწები მიშველი, ღმერთო მიშველი დავიტანჯე, ღმერთო. ღმერთო. ბოდიში უგასო. და მარინა და გია ხომ არ გინახავს? მე რას მეკითხები, მე რა ვიცი, მე ნახატი ვარ, უნდა გავიყიდო, წადი აქედან, მე რას მეკითხები, წადი. ხო არ იცი რა მიხარია? ვაშლი საიდან იშოვე ვაშლი? აი მოღუცია ნახალზე და კიდის. წავალ არ გამასვლა. ვიდი. მოღუც. ვა. ატა. შენა. ატა. აი ესე აკეთებ შენ. მე გავედი. ხო. აბა ჰე. არა, შენ ვერ მიხდი, მე ხა galaktikიდან გავდივარ და ცოტა შენ მოგვიანდი. ხო, ჰე. მითხეთქო, ჰე. მე სოფი რა სილამაზეა, გადავირი, ასეთი სილამაზე ჩემს ცოცხლში არ მე. მე ქალბატონ მარინა, ეს სახანძრო სტენდი იყო. ვაიმე, ეს რა სილამაზეა. სოფი რა ღირს? 8 ლარი. 8 ლარი? ვაიმე, 8 ლარი, რა ძვირია. გია, ვიყიდოთ რა. ხო, ვიყიდო და გავგზავნოთ ლევანს. მარინა, ლევანი რატო აღარ ჩამოდის ხოლმე ჩვენთან, რა არის? ჩამოვიდეს ხოლმე, დაგხვედოს, გნახოს, მენატრება ბოლოს და ბოლოს. მაგაზე ახლობელი მიყვა. ხო. თეკლა როგორ ხარ? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? ანუ შენი სტოკო არ გიჭამია? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? თეკლა არ გესმის რას გელაპარაკები? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? კარგი, ილია რა ქუთაიში 2 წუთის წინ არ გნახე? ელენე, ილიას ელაპარაკე? არა, ნიკას. აი მე ელენე მიშველე რა, ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ მელოტი ვარ. თეკლა მართლა ხარ. ლაშა. ნახატი იყიდე? არა კაცო, მშია და ხაჭაპური ვიყიდე. მაგრამ ცხელია და ვერ ჭამჯერ. სოფი. მომისმენე დავიღალე რა ჩააქრე შუქი დავიზინოთ ეხა დავწერ. არა, დავწერ ჩააქრე შუქი დავწერ ეხა დავიღალე. მარინას და გიას მოვიყვან და მერე წავიდეთ. უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს. გამარჯობა პატა.
გამორჩება ლერი. ლერი არა, შენს პატა უნდა მითხრა, დროზე. კარგით პატა. პატა, გისმენ. ერთი კითხვა მაქვს. ტუალეტი სად არის ხო არის? აი, სამეც მაქვს ერთი შეკითხვა. ტუალეტი რა არის? უკაცრავად და ეს დაგჭათ და ხილად არ დაგეჭოთ. სასტავს მაგარი რაღაც გაგიჩითიათ და მეც მითხარით რა. აი, სასტომა რაღაც გაჩითეთ ეთყობა, მეც მითხარით რა. რა. აი, ისა რა. რა. რა უნდა და იმ ბიჭს? რა. არ ვიცი მე თქვენ გეკითხებოდა ალბათ. რა. არ ვიცი. ვიღაცა ბიჭი იყო და რაღაცა კითხათ რაო. ბეკა, როგორ ხარ მამა? თუ სალომე ხარ? ой, ქალბატონი ნუნუ, ნაბადიეთ. ლეპტოპთან რომ დაგენახეთ, უცებ პაატა მეგონე და. ბექა ვარ, მამა, ბექა. რა გჭირს? მე? ყველაფერი კარგად ვარ, გადასარევად? სოფიმ გითხრათ სოკოებზე? ხო, ეს სოკო. აი, ნუ გეშინია, ნუ გაგიგულის მან, მე ფაქტია თუ გამიარა რა. ყველაფერი კარგად. ნუ დედასადა? დედა ბოლოს ლიფჩი იყო და ღილაკებს შელაპარაკებოდა. ხო, დედაცად რო შემო არაფერი არ შეემჩნიო, ხო? რა უნდა შევიმჩნიო? რა და კაცო, იქ გამოფენის მერე ხო, რომ წამოვედით. მარინას მანქანით წამოვედით, მარინამ წამოგვიყვანა რა, ხო ხვდები არა? მესმის რომ ძალიან ცუდი საქციელია. ის სოკო არ უნდა გვეჭამა, მაგრამ ძალათი ხომ არ გვეჭამია ეს სოკო, არა მოხდა ესე, რა ვქნათ ახლა? მე? რაღა მერე კაცო, ჯერ დედა შენი საპირისპირო მხარეს გადავიდა. მე ვარაზის ხევზე ესე ჩამოვიდა. მე საერთოდ გადმოვიდა მანქანიდან და ესე აწვებოდა მანქანას კაცო. მე პატრული მოვიდა და მართვის მოწოვა ჩამოართვა რა. მართლა? ხო და კარგი, რო შემოვა, არაფერი არ ვთქვა, ხო? კარგი? აი, და დავიღალი, წამოწვევი. შენ მანამდე ვიდი გიას დაუძახე. გია, მამა, აბა კარგად ვარო? კაცო, მე კარგად ვარ, მაგრამ დედა შენი მარტო გიას დაძახებას რეაგირებს. გია! არ კაცო, რა შედარება, უკეთესად ვარ. ეხლა მე წამოვგორდები, დავეშენებ და ყველაფერი დავივლის. დავკიდებ. ეს რა არის, რას გავს, რამ გვაყიდი? კარგი. ადი სახში ამოვალ და მოგხედავ მე. ხო, კარგი. ის პატარა ნახატისაც წავიდა. ხო, რა არის, რა ხდება? ლაშა, ვის ელაპარაკებოდი? პაატას ველაპარაკებოდი და მეკითხებოდა, ცურვა ვიციო? რაო? რა ვიცი მე მეტროში ვარო და ცურვა ვიციო? მე რა, მე უთხარი ადი შენთან სახში ამოვალ და მოგხედავ მეთქი. ლაშა? ხო. გონი ძალიან ცუდი რამე დაგვემართა. რა? გონი ნუნუსთვის შეგროვებული ფული რო ქონდა ოპერაციისთვის. ხო. იმ ფულით ეს ნახატები ვიყიდეთ. რა? იცინეთ თქვენ და მე რომ მოვალ მართვის მოწმობით და გია ნანადირების გარეშე, აი მე ვინ ვის დასცინებს ნახავთ. მარინა, ისეთი დონტო გჯერა, ეხლა შენი ნათქვამის. როდის იყო მე ნანადირების გარეშე დაბრუნებული ვარ? როდის და სულ? ერთადერთხელ ჩამოიყვანე მკვდარი ციყვი. ისე ციყვისგან ფიტული როგორ ვერ გავაკეთე რა, ჰა? ბეკა, წამოდი რა. ურაველში მივდივართ რა. ბუნებას ნახავ, გაერთობი, ჰა? კარგი რა მამა რა, კარგი რა. ურაველში ზაგინდა. სხვაგან არ უნდა წასულიყავი? კი, მაგრამ ჩემი თანამშრომელი რომ არის, გიორგი. ხო. აი ეს ლამაზი თვალები და მახინჯი ფეხები რომ აქვს. იმან გვითხრა რომ იქ ტახი იცისო და. მოიცა, იმას ლამაზი თვალები აქვს? ხო. რას ლაპარაკობ? ისეთი მახინჯი ფეხები აქვს, სახეზე არ შემიხედა. გია, ლევანმა დარეგა და მეუთხარ სანადიროს მიდის თქო. რაო მერე, შენმა ძმამ. რაო და ასე თუ გიჭირდათ, გეთქვათო და გამოგიგზავნიდით ხორცო. გასაცილოა. მოიმე, აი კლასიკური სულაბერიძეების მდარე იუმორი. მამა, გინდა მაგაზე მაგარი რაღაც გითხრა? მირე. შენ მანქანას მოუფიქრე ახალი სახელი.
პარკინგის მგელი. არა მამა, აი მაინც გეტყობა რომ სულაბერეძის სიცხლი გაქვს რა, გარეული, მაინც გეტყობა. მარე რომელი საათი არ დამაგვიანებს 60-ზე მივდივარ. მარინა, კიდე ერთი კაი შემომოგცე? აბა მიდი. აი მართვის მოწმობას თუ მოგცემ? ხო. კარგი, ხო. რომ მოგცემ? და შენ ძალიან ცუდად რომ წამოხვალ იქიდან, აი, ცუდად უშნო, ნელა. და ძალიან ბევრი ადამიანს რომ გააღიზიანებ ამით და რომ დაგეწევიან და ფანჯერას რომ ჩამოწევენ, ხო? აი მე რაც არ უნდა გითხრან და რაც არ უნდა გაჩვენო, შენ ყურადღება არ მიაქცე. იუმორი. აი ეს არის. არა ხარ ღირსი, მაგრამ ყველაფერი მზად არის და ჩაიტანე ახლა ძირს. ხო. იმე ამ ძიმეშანთან რა ათრებს ახლა ამას რა არის? აბა, დაშვებით? აი, ძალიან მანერამ საჭმელი ჩამილაგა გაავს რაღაც ეშანთან. ისი მეზარება ამის treba და ვიფიქრე, მოდი დავტოვებ მეთქი რა. რას დატოვებ? რას დატოვებ? რას ლაპარაკობ შენ? რას ვიწო დატოვებ არა იქ? მომეტყვი. ნანადირებს როგორ იყოფთ? როგორ და? ხორცი გიას. იმ ხორცისგან მარინამ წვადებს თუ შეწევს მე. და ტყავი პატ. წავედი? წავედი ხელა, ჰა? დია, იცოდე, ნაკლებად ქოლესტერინიანი ცხოველი მოკალით. ნაკლებად ძვირია მანქანას დაარტყი. წავედი დედა, გამოვიცვლი და მეც გავიქცევი. კიდე წამოყვე? არა? აი მარტო როცა ვრჩები, მაინდა-მაინც მაშინ ჭედავს რა ეს ინტერნეტი რა. ჭიყლია კაცო, სულ ყველად რამდენი გირჩიყლია. დავისუნოთ. დავლაგდე და მე გავეწყოთ ნადირობა. გირჩები, ხო და მიდი მე ეცი და ჭამეთ, მაინც ყველა წრიას გირჩები. რა ხარ ნორმალური არა. ვატა, მომისმინე? შენ ახლა ია ცნობისთვის რა, რო იცოდე, წვრილი საფანტიც ამაკ წამოღებულ, თუ წყლა არის გაწნევი, გაგეხურე რა იყო. დაჭის გი რა ბამბანერკა წამოიღე თუ რა არის. ბამბანერკა, ისე ათოფია ბიჭო, შეხედე. ახე რა ათოფია. ცოტა ხანში ფერმერები დამეწყება, თუნდაც პირველი მე მომკალიო. რას ლაპარაკო? ხო და ერთი ისე გთხოვს რომ მოდი მოგწმინდო. რომელი ხარ? რომელი ხარ? კარგი დათმაგე. ჰა, დავიწყეთ ახლა ნადირობა, დავიწყეთ, რაღაც უყურებ. იცი ნადირობა? რას ქვია ნადირობა? ნადირობა ვიცი კი არა, ნადირის კვალის პოვნაც კი ვიცი. მართლა? აბა რა. აი უყურე, აჰა. აი ტაგს გამოულია აქ. ხო, მე რა გაჩერებულა აქ წამოწოვდილა. მე რა ამდგარა აქედან და წამოსულა აი აქე. გადმოსულა, უი, შინაური ღორი ყოფილა უკაცრავ. მომეცრე, ჟაკანი მომეცრე, ჟაკანი მომეცრე ამას ეთე. მოიცა კაცო, ხო. მეყოფა ახლა, აბა. მოგლეთ ასე, რა. ლაშა შენ წადი აი ამ ხეებთან იქ დაემალე. ხო. ბატა, შენ აი აქ მოდი. აი ამ კუნძის უკან დაემალე და აქ იყავ ჩასაფრებული. მე იქით წავალ, აი ამ ხეების უკან მე ვიქნები. კარგი. მოდი გიორგი და ბიჭები აქეთ გამორეკავენ ნადეს და იქნებ რაღაცა წამოვიდეს და ვესროლო და იქ იქნება. კი, ვერ გავიგე, შენ აქ სანადირო წამოვიყო თუ დამალობანა სათამაშო. რა ჩაიმალე, გაიგი იმას ქენი. ვიყოთ აქ სამი ერთად გამოვიდეს რაღაცა ვესროლოდ მოკლათ, რა ხჭის ვერ გავიგე. მოიცა პატა, შენ მარტო დარჩენის ხორგეში. რა მეშინია, ლაშა, თოფი მაქვს, რა მეშინია, რას ლაპარაკო? არა, ხო. ფრთხილად უკან ხავსი. სად არის ხავსი? რა დაცინეთ ეს? წავედი. სად მიდიხარ, ლაშა, დადა ეგ თოფი ტყუილად მიგაქ მაინც არ დაგჭირდება. რატო ვითომ, რატო? რატო და სასახლეში თითი არ შეგეტევა და ეხა რა ეს თოფი რომ. თუ რაღაცა შეხვდა კიდე გიჩი ესროლე და ეგ არის. ხო, ფრთხილად უკან ჯოხია. სად არის არ მეცი? ლაშა, რა გინდა ვერანდერებს ვიშლი. ხო, თავშდებით რომეში და გია, მას ყურადღებით. ხო. აბა ეს მე დასვიდო. ყველანი აქ ერთად ავად, ყველა თოფები გვაქვს. ნუ რამის ნუ შეგეშენდება, გაიგე? ხო, აქ იყავი შენ და თუ რაღაცა გამოივლის ეს როლე, ოღონდ ჩუმად იყავი. კარგი. ხო, ჩუმად იყავი. კარგი, გია, რა უნდა გითხო იცი ეს არის. მაინც თუ კივილის ხმა გაიგე, დროზე მოდი, ხო? ხო, დროზე მოდი, ხო, მოგეშინე. და გია ის ტუალეტი სად არის? ტუალეტი? აი ამ ბილიქს ხედავ? ხო, მე? აი ამ ბილიქს რომ გაუყვები, ხო? მარჯვენა მხარეს დიდი ხეებია. აჰა. იმის უკან ჰიპერმარკეტია და იქ არის ტუალეტი. ფასიანი ხო არ არის კაცო? რა ფასიანი პირველად ხარ ტყეში ბიჭო? სადაც მოგიდება იქ არის ტუალეტი. რანაირი ქართველი ხარ? აი, გამოგივიდა.
ჩუმად იყავი, არ იხმაურო. თორე ნადის დააფრთხო, გაიგე? ნადის დავაფრთხო, არ იხმაურო. რა გამოდის ახლა, რო ვიხმაურო, ნადის დავაფრთხო? ძალიან კარგი. ორუდილა რანინა, დელია. ორუდილა დელასა, დელია. ჩუმად იყავი, ჩუმად. ია. არ არის ეს ნორმალური. გავეს რა მითხარ. კარგი, სოსო, დაგირეკავ მერე. კარგი. ელენე, ვის ელაპარაკებოდი? სოსოს. სოსოს? თეკლა მომეცი. კარგი, ხო, კარგი, ილიას ველაპარაკებოდი. თეკლა რო იგებთ რომ ილიას ველაპარაკები, სულ დამცინით ხოლმე ილია. ძალიან სუქანი ვარ, რა სხვა ადგილი უნდა მოუნახო. ნიკა, რა საკეთებ? რა ვიცი, ორშაბათს ცუდად რომ არ გავხდე, ყოველშული გააკეთე და კედელზე დაიგე. იცინეთ, თქვენ იცინეთ, ხო? ამათ ადვილი გონიათ ეს სოკოს კრება რა. არ შეუდგეთ კაცო საქმეს. რა საქმეს შეუდგეთ? კარგი ლაშა დავადგამ ახლა. მიყვარს ეს თან. ლაშა, მოვხარშო თუ ხო, მოხარ. შეწვა? ხო. შილა ხო არ გავაკეთო? ხო. წვრიანი ხო არ ჯობია? ხო. ვეზელი? ხო. რა გჭირს რა, დებილი ხარ? დებილი შენახა. აი რაც მალე იქნება, ის გაგვიკეთე რა. ჯიგარი ხარ კი არა? მე როგორ ვერ აბა მოყევი თქვენ ნადირობის ამბები. მოგლეთ. დღეში ვართ. უღრან დღეში შევედით. ვართ ასე გასასრულები ვზივართ. ველოდებით ნადირს, კაპაციცებით. ზივარ ახლა ზივარ ესე და უცებ ბუჩქებში რაღაცა ფაჩი ისმის. ვა, გავიხედე, ხედავ ორი თვალი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ძალიან მოვიკრიბე. ნუ მივეპარე, ესე თოფი მოვიმარჯვე, უნდა ვესროლო და უცებ მესმის პატას ხმა გია ქაღალდი ხომ არ წამოგვიღია. კარგი ახლა რა იყო რა მოსაყოლი იყო რა არის ვერ გავიგე. ის რატო არ მოყევი თქვენ რაც მოგივიდა? ესა ხო, არ გამზადა საჭმელი. მოდი დავждეთ ახლა. სანამ საგვიქნო ბალანტე რა ვარ. გამზადებ. მე ახლა წყალი გინდა? წყალი მიეცით რა. წყალი? რა გინდა ვერ გავიგე, გადმოაფურთხე თუ არ მოგწონს, რა გინდა რა შევჭამ. კიდე გადმომიღეთ ხო, კაცო, კიდე გადმომიღეთ. რომელი საათი ყოფილა? წავედით უკვე, არ დაგვაგვიანდეს გამოფენაზე. ჩემი მანქანით წაგიყვანთ. მე მარინასთან ჩარჯდებას მირჩევნია მანქანას თოკით გამომავა და ისე მათრიონ. ეგრე უფრო მეტი შანსი მექნება გადარჩენის. დაგასაიტყლას მე უკან ვждები. აი, მადლობა პაატა. უკანა მანქანა ვიგულისხმები. წავედით, ჩვენ ჩავჯდებით მარინას მანქანაში, წავედით. აი, ლაშა ჯდება ჩემ მანქანაში. რა ჯდება კაცო, კიდე გადმომიღეთო. ამას აქ რა უნდა? ალო. პოროხ. ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა, შეიძლება გაგიჟდე. ჩემთან სახლში იცი რა ვიპოვე? აი, გახსოვს იმ დღეს ინტერნეტში რო სოკო მანახე. ხო, აი რაღაც magic mushroom თუ რა. ხო, ჰალუცინოგენი. არ ვიცი, მე რა ვიცი საით. წამო. რაღაცნაირად ავარდა. თქვენ როგორ ახართ? რაღაცნაირად. რაღაცნაირად.
სუბუქა. წერტი მძიმე. ერთი სიტყვით, ეს არის ჩემი მეგობრის გამოფენა და ძალიან გამიხარდა რომ წამოხვედით ყველანი. ვაუ, ოპა, რა მაგარი მელოდია. რა მაგარია. ალო? არა, მარინა არ ვარ, სოფი ვარ. ბექა, შენ ხარ? რა სოკო? არა, მე არ მიჭამია. ვაიმე. რა იცი რომ ჰალუცინაციებს იწვევს? რა ვქნა? 1 საათი და გავულით? ხო, კარგი მივხედავ. აი, ვაიმე, მადლობა, გენეცვალე, მაქვს მე, მადლობა. რა ვქნათ ხალხო? არ წავიდეთ ამ გამოფენაზე, რამდენდე უნდა ვიდგეთ? ლაშა, გამოფენაზე ვართ უკვე. ასე არ ჯობია? ელენე, როგორ ხარ? მე ძალიან ცუდად. ძალიან კარგად. ვინ ცინის? ეხლა გაჩუმდა. ვინ ცინის, სოფი? გაჩუმდა. არ მიაქციო მაგას, ყურადღება დაათვარი ელენა ხატები. ლაშა, რა საკეთე? რა საკეთებ, ლაშა? ძალიან წყურია წყალი და აი ამ ბავშვს ვეხვეწები, დამალევინებეთ აი. აი ამ ბავშვს რა, აი ბოთლს რო გავს, ამ ბავშვს ვეხვეწები, რომ ამ დოქიდან წყალი არ მასნებს. არ მავს, რა თაობა მოდის? დამალევინებთ. ცოტა. სოფი. მომისმინე, ჩვენ ხო 6-ნი ვართ ახლა. ჩვენ ხო 6-ნი ხო ვართ? კი. მე რომელი ვარ, აქედან დროზე მითხარ, რომელი ვარ? არ ვიცი ვარ. ვაი, მე დავიტანჯი, აღარ შემიძლია ღმერთო დავიტანჯი, გეხვეწები მიშველი. ღმერთო, გეხვეწები მიშველი, ღმერთო მიშველი დავიტანჯი, ღმერთო. ღმერთო. მოდიში, უგასო. და მარინა და გია ხომ არ გინახავს? მე რას მეკითხები, მე რა ვიცი, მე ნახატი ვარ უნდა გავიყიდო, წადი აქედან, მე რას მეკითხები, წადი. ხო არ იცი რა მიხარია? ვაშლი საიდან იშოვე ვაშლი? აი მოღუცია ნახალზე და კიდის. წავალ არ გამასვას. მიდი. მოღუცი. მოღუცი. ვა. ატა. შენა. ატა. აი ესე აკეთებ შენ. რატო ამ წერს ეს ბიჭი რა ჭირს მეტყვა? გამარჯობა. უკაცრავად, ჩემთან ინტერნეტი გაიქიშა და შეიძლება თქვენი ინტერნეტით რო ისარგებლო? კი, ბექა, დაჭიქი რაში, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს ისარგებ. ბექა, იცი რა მაინტერესებს? ლაშა მითხრა, არ დამირეკო, რაღაც უცნაური ზარი მიყენია. შეიძლება პაატას ჩიტი ვეგონო და მესროლოსა და გიასთან ხო არ გილაპარაკია, რამე მოინადირეს? ველაპარაკე და მითხრა, ლაშას ძინავს და ისე ხრინავსო, რომ პაატას ეშინია და კივისო. მე ამ კივილზე თურმე ლაშა იღვიძებს და ისვრის უმისამართად გაიქიშებული. რა ვიცი, რა უნდა მოინადირონ ახლა მაგათ. ერთი სულ მოქვს ლაშებიძე როდის მოვა? ნიკა რა გინდა მოგიყვანოს? სნიკერსი.
რა უნდა ნიკა ტყეში სნიკერს? ტყეში არა, მაგრამ ჩვენს ქვევით ხო არის მაღაზია. ხო და გამოიეროს და მიყიდე. მე გავახსენე რაღაც აუცილებელი სარეცხი მაქვს, გავრეცხავ და მოვალ. ვაიმე მომწერა. ვაიმე რა მივწერო? თეკლა. გინდა ძალიან მაგარი რაღაც გითხრა. კი. მომათხოვე და ვითამაშე. ვა, რა მაგარი რაღაც მომწერა. რა შვები? ისეც არაფერს, ხო იცი რა თავხედივა. რა უცნაური რაღაც მომწერა, ნახე ნიკა. ისეთი არაფერია, ეტყობა მეზობელს აინტერესებდა რაღაც. ხო იცი მეზობელი ხანდახან რა თავხედები არიან. ხო, მოკლედ ეხლა ხო ამან უცნაური რაღაც მომწერა, მე ძალიან მაგარ რაღაცას მივწერ და უეჭველი სიცილით მოკვდება. მიდი. რა არის ეს? აი, სიცილიანი სმაილიკები გამომიგზანა, ხო გითხარი? ხო, მოკვდა ხა ნადირი რა ვიცი, აქ არ მოვა წესი და აქ მოვა, ბასაწავა, აქ მოვა, ხო ვიცი, ჩემი ბედია, ბასაწავა. შა აქ არ მოხვიდეთ არავით, თორე დაგხოსავთ უყოლა სადეთ რა შეჭამეთ. სუქანია დიდხანს გეყოფათ, ეგ შეჭამეთ. მოიცე, პატა, რაღაც ხმაურის ხმა. რაღაც ხმაურის, მოიცე. არ უნდა მეჭამა ეს პროტი რა. იაუ. გაშა რა გიგა გული გამიხო. გაჩუმდი მე კაცო რო გეულებება, გაჩუმდი არ მოვა აქ ნადირი მე. გია. ჰო, არ არის ეს ნორმალური, არა? გავიგე, ჰო. საშა, ისი ჟაკანი დამიტოვე, კიდე ერთი ცალი მომეცი რა. რა გინდა კაცო, ამდენი ჟაკანი გამაგერა? რა თმინდა და რომ დავხარჯო ესენი ხომი დამჭირდება ერთი ცალი ახლა ციყვი რომ მოვიდე და შეჭმა რომ დამიწყოს. ამას ეგრევე ჩავდე და დუფ, აბა ტანჯოს არ ჯობია? გია, იცის რომ არა ვარ ნორმალური, უყვერი ხარ ხო? ო, არა ხო. ან პრინციპში იყვნენ ნადეს მაინც დააფრო, ფიდი. გია. ხო, არ არის ეს ნორმალური. არიქე მეთქი გეუბნები. დებილი ხარ პაპა, რა თოფი კიდე წამოიღე აძვარი ხეზე იჯექი წყნარად, რა თოფი არა ის. გია. ო. მოკალი რამე. ჰა? კი. რა მოკალი ხმარო არ იყო? დავარჩე. გია. აწავიდა კაცო, გია. რა იყო ბატა რა? რა გული გამიხი, კაცო რა. რა იყო და რა, ნუ დაჯელი გიდო ფამტყეში, კაცო, ნადერი უნდა აფთო, თუ რა გიდო, ვერ გავიგე. მოდი, რატო დამეცეს, რა გინდა? იქიდან რაღაცა ხმა ისმის, გაიგე? და ყურადღებით ვიყოთ, მე მგონი დათვია აბა ჩუმად მოусმო. რა დათვი ბიჭო, რა დათვი, მოეცა რა. ლაშა ჩამს ვაფს და იმის ხმა ისმის, ამოგივიდა. აი, წავედი მე და ჩუმად იყავ მიცოდე. ნადირი არ და, ხო, ჩუმ. ლაშა. ო. ეს მართლა ვერ არის, ხო? ო, გეუბნები. მაგრამ რაში გამოვიყენო არ ვიცი. ვერც თეკლას დავაშანტაჟებ და ვერც ბექას. ამათ ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ, რანაირი ადამიანები არიან. ბექა, ვინმეს ეჩეთავები? კი, შენ? მეც. ხო და სერიოზულად თუ აშტერებ ვინმეს? არა, ვაშტერებ. შენ? ხო, მე უკვე დავაშტერე. რაჭა. აუ, ნეტა ესეთი შტერი გოგო არის. მაგარი გოგო რა. ბექა, მინდა გითხრა როგორი გოგოა? ხო. საშუალო სიმაღლის ხუჭუჭა, ცისფერ თვალება. მოიცა რა, პატარა ხარ და არიც და ყველაფერში ცხვირს ნუყოფ.
პატარა რომო და ყველაფერში ცხვირს რომ ყოფ, მაგიტო ვიცი. ესე იგი, ყურადღებით მომისმენთ. ეს ელენე სად არის? აბაზანაში რაღაც მნიშვნელოვანი სარესხო თუ რა. ელენე. ხო, კარგი, სოსო დაგირეკა უნდა. სოსო მომიკითხა. ესე იგი, დღეს თბილისში გაიმართება ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ის. აუ რა ქვია, სიტყვა დამავიწყდა. ის. გამოფენა? ხო! ძალიან მაგარი გამოფენა გაყიდვა. ხო და უნდა წამოხვიდეთ. და კარგი გამოფენა იქნება? არა. ჩემი მეგობრის გამოფენა გაყიდვა არის და ხალხი არ მიდის და მთხოვა ვინც უსაქმურია წამოიყვანეო. მე გამახსენდა ის აუცილებელი სარეცხი უნდა დავამთავრო. მეც ვერ წამოვა მუშაობ, ხო ხედავ? კარგით რა, ხო იცით რომ ვერ ვიტან ყვილებს. არ ვიცი რას ვიზამ, უნდა წამოხვიდეთ. უკაცრავად მე დაგტოვებთ. ეს ბიჭი ვინ არის? სოფი გაიცანი, ბექა ჩვენი მეზობელი. მე სოფი მქვია შენ? საცხოვრო. სოფი, ხო გითხარი ჩვენი მეზობელია თქო? ისა ბექა, ნუ მიაქცევ ყურადღებას ორ ინფორმაციას ერთად ვერ იმახსოვრებს. მეზობელი ანუ ახლობლები ხართ? ხო, სოფი, გიას შვილია. გიას შვილი, ხო და გია ვინ არის? მარინას მეუღლე. ლაშა არ გაიწე. დადე და არ გაიწე ხელი მაღლაძე. დადე მეთქი დანდა რო გეუბნები. აცი კაცო ეგ თოფი შენ არ გაგივარდეს არა. მორჩა დამთავრდა. თელის ხორება დამცინი ბოლო უნდა მოეღოს მაგ ყველაფერს ახლა. ბოლო უნდა მოეღოს მორჩა მეთქი ადექი დადე დანა დაადექი. ეს არ არის ნორმალური, არ არის ეს არ არის. თელის ხორებაა მე დამცინი. დადე მეთქი ეგ თოფი. ეუბრები გამოვკრავ სასხლის დერვიულ და მიგასხმევინებ ტვირს ადექი მიზორდი. ადექი. ახულობეთკი ადე. აცი ერთოფი შენ არ ახარ შენ ნორმალური არ ახარ. გამივარდება გამოდი აქ. სად გამოვიდი? გადი მიდი იქ წადი. რა გინდა რა? წადი მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. გაგინდა კაცო რა? გააღედროზე ტუალეტის კარი. რა შენ არ ახარ ნორმალური. გააღე ტუალეტის კარი, გააღე. გავაღე რა გინდა რა? რა მინდა და დარწმუნებული ვარ მაგრად შეგეშინე და მიდი ფისიქები ახლა. მაგთოფით მაიმუნობას შენ მაგთოფით მართლა მაიმუნობას გირჩევნია ის მითხარი რომ თელი ღამე წარბებს რატო მაწიწყნიდი რა იყო რა მოგივიდე მოკლედ ხო ისა რა ქვია სიზმარი ნახე ლაში ხო ხდები და წესიერა დილაპარაკე კაცო ხო მართალია სიზმარი ნახე ხო და ვიდექი ჩემთვის და ხელში მეჭერა გვირილა და თამაშობდი უყარა რა უყარავს რა ხო ეს ხო ხდები და სხვათა შორის უყარვა ლაშა რო იცოდე კი არა ხარ შენ ნორმალურია უყარვარ კი არა ხარ ნორმალური შენ აი ეს ფული მეც დავდებ მომისთვის ნიკა დედიკა ყულაბა გატეხე ხო 20 ლარი აკლდა და 20 ევროს და დები ვაცარი ელენე ისე რა აი ეს ფული გამომართვი რა მეც მინდოდა გუშინ მინდოდა მომეცა მაგრამ 30 ლარი დამაკდა დღეს მეგობარს ვესეს ხედა ეს თოფი მაგარია ნიკა დადე ეგ თავის ადგილზე დროზე დადე წადი შენ 13 სადინე გვაქვს იმეც სადინე მიდი და ვისია ეს გია მიყიდა ახალხანს და დღეს დამპატიჟა სანადიროთ სხვათა შორის და ამით წავიდეთ ვინადიროთ თუ წავალ ჩვენც ვინადირებთ და ბარემ წავინადირებთ რა ხო ო პატა მაგრამ ეხლა ნადირობა ხო აკრძალულია ვიცი მაგრამ მაინც წავინადირებთ ცოტას პატა ეხლა ხომ არაფრის მოკლა არ შეიძლება ელენე ადამიანმა ზედიზედ ერთდროულად 17 კარაქენი პური რო ჭამოსეთ შეიძლება აჰა შეხედე მე 18 მიდი ლაშა გენაცვალე მიდი გული არ წაგივიდეს არ ვიცი პატა რამეს თუ მოკლავთ იცოდე აქ არ ამოათრიოთ ბასკო ელენე მოვათრიოთ რა ლაპარაკე ეხლა დაუშვათ მოკალით ბუ ხო ვიყავს სახში ბუს მე ადექი შენეს და ეს დიდი ბუ დაჭერი პატარა ბუებად და გააკეთე გუფთა ბუზგუფთა შენიერი რა ან იმას ვიზავთ რა წავალთ და მოვკლავთ ოფოფს მე ჩამოვიყვან შენ გააკეთე ოფოფის სუპს და ლაშეროში ჭამ სიტყვის ოფოფოფო რა გევრიელიო კარგი პატარა სისულელებს ლაპარაკობ რას იზავ ლაშა შენ რა გადაწყვეტე წამოხვალ ჩვენთან ერთად არა პატა მეზარება გესარი ხო მეზარება სანადიროდ წამოსვლა თქვენ რომ მოინადირებთ მე აი ნანადირს რომ მოიტანთ ხო მე ვინადირებ
იცი რა ლაშა ეხა რო დავფიქრდი ხო მე და გირო წავიდეთ სანადიროდ და დაუშვათ ტყეში შეხვდა დათვი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხო და შენ რო იქ იყო ხო მიხვალ დაელაპარაკები გაუგებთ ერთმანეთს როგორ დათვს მე შენი იმედი მაქვს და შენ როგორ ზნე ისე გადაწყვეტ მე შენი იმედი მაქვს პატა მე თუ წამოვალ და დათვი თუ შეხვდა შენ თავს გადაუგდებ იმ დათვს გადაუგდებ სანამ შენ შეჭავს მე გავიქცევი ესე იგი მოდიხარ არა მეზარება გეზარება ხო ხო და აი მარინა რო გაგვატა საჭმეს მარტო მე და გიო რო შევჭამთ იყავი მე ეგრე ხო მარინა გატაც საჭმე დიახ პრინციპში რას ვაკეთებ სახში მე და წამოვალ მაინც არაფერი საქმე არ აქვს ხო რითი მივდივარ რა ვიცი იმედია გიას პატარა მანქანით არ წავალ თორე მართლა რო შეხვდეს დათვი მანქანიანად შეჭავს მე და აქ რამე სანადირო აღჭურვილობა არა მაგრამ ვიშოვი და ორ პატრონტაშ წამოვიღებ ერთს ტყუებისთვის მეორე სოსისებისთვის რა ეგ არ დაგავიწყდეს ხო სოსისები არ დაგავიწყდეს ლაშავიძია მე წამოვალ რა სანადიროდ არა რატო ლაშა რა გინდა წამოვიყვანოთ კაცო რა უნდა აკეთოს რატო რა გინდა ძაღლად მაინც გამოგვადგება რა გინდა ხო სახშუალი ნიკა პუტი ეძება იპოვა ბოიტანა ნახე რა გინდა შეფერე ოჩა შენელი ზაღლია ლაშა რა არ მოგწოს ვერ გავიგე ნახე და წავიყვანოთ ახლა ეს თუ წავიყვანოთ მეთქი გეუბნები წავიყვანოთ სად უნდა წაიყვანო სანადიროდ არა ნიკა სანადიროდ ვერ წახვალ ბუნება გაქვს სასწავლი მიდი კარგი რა დედა რა ბუნებაში წავიღებ და იქ ვისწავლი ნახე რა კარგად გავრითმე ქართულიც ვისწავლე არა მეთქი ნიკა ვერ წახვალ სანადიროდ პატარა ხარ შენჯა კარგი რა 7 წლის იყო ვახტანგ გორგასალი მეფე რო გახდა და შენ 12 წლის ბავშვს სანადიროდ არ მიშვებ? აჰა, ისტორიაც მისწავლია. არა, ნიკა, დედიკო, ვერ გაგიშვებ სანადიროდ, საშიშია. რა არის საშიში? ვეფხვი იქ არ არის და ლომი და. სამაგიეროდ პატა, იქ თოფით. არა ნიკადე დავამთავრეთ ამ თემაზე ლაპარაკი. კარგი, მოდი ერთ დაწყნანდი, არა უშავს, კარგი. დიდი ბიჭი რო გაიზრდები, მე წაგიყვან სანადიროდ. მანამდე დაჯექი სახში ის იმეცადნე ბუნება, მე წავალ ვინადირებ რა ვქნა ბავშვია. შენი ბუნება იმეცადებ, მე ვინადირებ და მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადინე, მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადე. რა, გეყოფა. აი, ხო, კარგი. კაი, წავედი და ლაშა მომისმინე რა უნდა გითხრა ის, აბარებ გეტყვი ახლა. შემთხვევით ტყეში, ტყვია თუ დაგარტყი, მაპატია გაიგებ? შემთხვევით თუ გაგარტყი ტყვია მაპატია, აბა მე რო გაგარტყა, მე ხო ვეღარ გეტყვი ამას და მაპატია მეთქი. ხო. კარგი, წავედი აბა და ელენე, რო ვამბობ, რომ ეს არ არის მეთქი ნორმალური, არ გჯერა თქვენგან. ვინ არ გიჯერებს? ხო, არა, ესე პრინციპში მართალია. აი, რამდენამეს პატნა, რა აღალზე აქვს სანადირო წასვლას? უი, კატლეტი. ხო, კატლეტი გამატარი. კატლეტს თუ გამატან, აუცილებლად მოკლავ დათვს. ეგ როგორ? როგორ და ლაშას წილს გაუნაწილებ დათვს და ლაშა გამწარებული გაიგდება და სადაც მიახშობს. ხოჭახ, მამა, ხოჭახ, აი, კლასიკური მიროტაძეული იუმორი გამოგივიდა. ეკა. წამოხვალ ჩვენთან ერთად სანადიროდ. არა. არ მიყვარს მამა ნადირობა, არ მიყვარს და რანაირი ქართველი ვარ და ჩვეულებრივი. თან 1000 საქმე მაქვს ხო ისი არა? ეხლა აი მარინა რო სასოწარკვეთილი დაბრუნდება მართვის გამოსდებიდან ხო უნდა დავამშვიდო მე. არაფერი სასოწარკვეთილი არ დაბრუნდები. აი გავალ და ჩავაბარებ, ნახავთ თუ არა. მიროტაძეების ჯინაზე მაინც. ვაიმე, მარინა, შენ თუ მართვის მოწობა მოგცეს, აუცილებლად უჩვენებ იმ სამსახურს ავარიის პრომოცირებისთვის. დამცინეთ თქვენ. და იცით რა კარგად ვისწავლე, თეორიაც და პრაქტიკაც. ერთადერთი საკითხის სწავლა ვერ მოვასწარე. და ისეთი ბედი მაქვს, რომ ზუსტად ის საკითხი შემხვდება. და თუ ზუსტად იცი რომ ეგ შეგხვდება, მარტო ეგ ერთი გესწავლა და. ხოჭახ. მარინას მეუღლე ხო და მარინა ვინ არის? მოგაცრავად, პატა ხო გახსოვს, სადაც ცხოვრობდა? კი. აი, იქ ცხოვრობ ახლა მე. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად. სოფი. პატა ხო იცი ვინც არის? კი, ბურჯულაძე. თეკლა. რადგან კარგი ბიჭია რა? კარგი სოფი, რა სისულელია გაგიჟდი, პატარა, თან ახლობლის შვილია, თან ეს ბიჭი მომწონს. რა გადაწყვეტეთ? წამოხვალთ თუ არა?
ვაიმე, სოფი, მე ვერ წამოვალ, ეხლა გამახსენდა ქუთაისში მივდივარ ღამე. არა უშავს, გამოფენა 8 საათზეა და მე მოასწრებ ქუთაისში წასვლას. უნდა გეთქვა ქუთაისში ვარო და ვერ მიხვდებოდი. სოფი, მეც ვერ წამოვალ, მამა ჩემი არ გამომიშვებს, ხო იცი ამ გამოფენებზე რა სიბინძურეებიც ხდება და აი, ვერ წამოვალ. აუ, კაი, სთხოვე რა, თეკლა. ხო, კარგი, წავიდეთ თეკლა, ეხლა მეგობარია და შეპირდა, წავიდეთ. ხო, კარგი, 10 საათზე მანდ ვართ. არა, 10 გვიანია, 8 საათზე იწყება გამოფენა. ვა, ყოჩხ სოფი, მე როგორი შტერიც მეგონა, ეგეთი არ ყოფილხარ. ისე რომ დააპირებთ წასვლას მეც მითხარით, არ დამტოვოთ. გამოფენა არის ძამასტიშვილის 420-ში და მაგ ქუჩას ვერასდროს ვერ ვაგნებ. ვერაფერი კი ვერ მოკალეთ, მაგრამ ის ყვავი ძალიან მაგრად შევაშინეთ რა. მას ლაპარაკო, გიო, ყვავი შეაშინე კი არა, ამან ბუჩქებში ისე ბრაცა რამის მე გავიგეთ წიწკი. რა იყო, ეთყობა ფეხებზე შემცივდა და ეს? ბადა, რა იყო, რაღაცნაირად ლაპარაკობ, რა იყო, რა გჭირს? აი, ლაშამის მომცა რაღაცა ეს ხის კევიო თუ ნაჯის კევიო ეს. დაგეჭირდა კბილები. ებო რაღაცა ეს კბილები მიმეწება ერთმანეთზე და აჰა. აჰა. სლივს არ გავხსენ. აბა, ეხლა ტყეში ცხოველი არ იყო გია და რაღაც ხომ უნდა მეკეთები. მეც ისე მოვიწყე, მე ისე მოვიდა, მე რაღაცის მოხდა, რომ აი, ტყიდან, აი, პატარატანის კაცი რომ გამოვარდნილიყო, ვესწროდი უნდა. ამდე ქიმერე შენს და ისე ისრულე ჰაერში. ჰაერში რა უნდა მოკლა? რა ვიცი, 1000 ბაქტერია და ერთ ორს მაინც მოკლა. რაღაცას მაინც, აი ინკუნს მაინც ვესწროდი რა. მიდი ესრულე. აბა მე. აბა. აგია. შეხედე, რამხელა კუნცა აცილა, შეხედე, რამხელა კუნცა აცილა. ახნა, რა ჩემი ბრალე გარბოდა და რა მეკნა. ძალიან სწრაფი კუნძი იყო, ხო. ვიცი, ეხლა სახში რომ მივიდოდ, მასხათ აგვიგდება, დაგწინებენ. 3 მონადირე წახვედი და ვერაფერი ვერ მოკალეს. არა, 3 მონადირე არა, 2 მონადირე და ერთი კარგად რო ვერ არის ის. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. წავიდეთ ბაზარში. ვიყიდოთ ყურდღელი. ვესვრიმე თოფს და მე მივიყვანოთ სახში, ვითომ ჩვენი ნანადირებია, ჰა? შენი მიზნის ამბავი რომ ვიცი, იმასაც აღაცილებ და გაგვექცევა. მოიცადე. ვიყიდოთ დაკლული, ყურდღელი. ხო. და მე საფანტები ჩვენ თვითონ თითის ესე შევტენოთ რა, აქეთი. არა, არ გამო. რა საფანტი უნდა შეტენოთ, გია, კარგი რა ეხლა რა. ისე მე თუ გადაგარჩენე, მე თუ გიშვებით რა. რა ვქარათ იცი? რაღაცა მოვიფიქრე. მოკლედ, ავდგე და დავკრიფოთ სოკო. ხო, სოკო დავკრიფოთ, ჩავიტანოთ სახში. და მე როგორ ტყვიანის რა არის, უთხრათ რომ რო შევედი ტყეში, იმდენი სოკო დაგხვდაო, რომ ნადირობას უნდა გვავიწყდაო, აბა. ვა, მართლა ყოჩახ პატა, ყოჩახავი, ხედავ ის ხის ფისი რო შეჭამე, რო დაღეჭე, ხო? გაგეხსნა თქვენი. არ გინდა კიდე დაღეჭე. დაღეჭეს ლაპარაკი დავიწყე გამანე. სოკო კარგი ხომ არა ეხლა. სოკოს ცნობა იცით? როგორ არ ვიცი კი, ას ლაპარაკი, სოფელში სოკოს ცნობელას მეძახდნენ, რას კი არა. ხო, აი უყურე, აი ეს არის გველის სოკო. ხო. მე კიდე იქნება. აი, ერთი ვიტო, ეს არის ვაშლა სოკო. რა ვაშლა სოკო? შეგა დამპალი ვაშლი გადააგდე. ფუ, მართლა დამპალი ვაშლი. როგორ გავს ამ ვაშლა სოკოს რა არის? შეიძლება ესეთი მსგავსება. კარგი, მაშინ ახლა ავდგეთ და მივხედოთ, მოვძებნოთ სოკო, მოვძებნოთ. ხო, აი, მოვძებნოთ. ვა, აი გია. შეხედე, აი ეს არის მანჭყვალა სოკო. რა იცი რომ მანჭყვალა სოკოა? შეხედე როგორ დამანჭყლულია, შეხედე? გია, რაღაც უნდა კითხო, შენ გამოსული მონადირი ხარ და რაღაც გეცოდინება რა. აი ეს სოკოს რა ნომერი საფანტი უნდა ვესროლო? ეხლა გამასტარი აქედან თორე მე გეცვი საფანტს იცოდი. ადი გაჩვენა, მე რა. მართლა გაიქცა. ლაშა, კიდე მაგას ახლა ერთი ადგილი. ჭიამოესავით დაუწინწყლო, ჰა? არა, ისე გია. ძალიან მაგარი ნახევრად ავტომატური ბამბანერკა გაქვს რა. ლაშა, ჭუენათი გავიწოდე. აუ, კარგი, აი. ჭიამოეს. ჭიამოეს ვარიანტი გასაგები. კი ბატონო. ნახე, რამდენი ხის სოკო მოვიტანე? რა ხის სოკო, კაცო, ხის ქერქია ეგ. მართლა, მეც რა ძნელად ზურება მეთქი, კი გამიკვირდა მაგრამ. რა შეხედე, სულ გაუტიტულებია ის ხე, შეხედე რა, შეხედე. არ არის ეს ნორმალური. მოდი ახლა, მოდი მოვკრიფოთ სოკო და რო დავკრიფოთ, მე არაფერი არ დავტოვოთ, არ დავანაგვიანოთ აქაურო. დავანაგვიანოთ?
რა უნდა დაანაგვიანო ქია რას ლაპარაკობ ლაშას ისე შიოდრო პარკებიანად ჭამა საჭმელი მithana დადო ისეთი გემრიელი ნამცხვარი როგორ გააკეთეთ? ახლა მესმის ლაშასი. აი მე გოგოებო ნუ მაქებთ რა. მე ელენე ნუნუს ფულს ხალ შემოგიტან, კარგი? კარგი. ახოთ იგი პრიშლი. ასე ადრე არ გელოდებოდით. რა ქენით? რა და მოხოთი წოდე არ დამცინო და არც ვერ დაგცინებ მართვის მოწმო რომ რა იღე. ავიღე. რა? მაშინ მithოვდეს არ დაგცინე. მართლა იღება რა? მართვის მოწმობა? გილოცავ მარინა, გილოცავ. მადლობა ლაშა. აიღო, დაბრუნდა ის დრო, როცა ფულით ყიდულობდი მართვის მოწმობას? კი, არ გცხვენია, არ უნდა მომილოცო. გილოცავ საყაროდ და ეს გასარეცხი. ფორმაც საჩუქრად მოვირთვებია. ჩვენს ნანადირებს გაჩუქებ. აბა. ისა, გავყამარენ ეს მეც გილოცავთ ეს მართვის მოწმობა რო აიღე და მე არაფერი არ მაქვს საჩუქარი ხო და გული რო არ დაგწყდით დღეს თქვენთან დავჭები. ახსენით და ნახეთ რა მოგიტანეთ. რა არის ეს? ტახი დავიჭირისა მოვკალით ჯერ მე დავიჭირეთ რა კუდახეს და გავატყავეთ მე ეს კუდარი ტახი და ეს სოკოს ფორმებად დავჭერით და წამოვიდეთ. ამ სოკოს გულისთვის წახვედით ამ ხელა ხალხი ამ ხელა გზაზე? ოჩაღ რა, იცი რა, ცოტა ხანში გამოფენაზე მივდივართ. თქვენ სხვათა შორის სოფიმ გთხოვა ძალიან. ხო და წავიღოთ ერთი სოკო იქ გამოვფინოთ. რომ ხალხმა ნახოს რა მოიტანა სამმა კბილებამდე შეიარაღებულმა მონადირემ 200 კილომეტრის სიშორით. ხო და ან შეუნახოთ და მე